კერძო სექტორი ავტოსკოლების სავალდებულო ლიცენზირების შემოღებას და კონტროლის მექანიზმის გამკაცრებას ითხოვს. აღნიშნულ ბაზარზე არსებულ თაღლითურ სქემებზე მიუთითებენ ავტოექსპერტები და აღნიშნავენ, რომ დღეს ქვეყანაში ავტოსკოლის გახსნა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიუხედავად მისი საქმიანობისა თუ პროფილისა. შედეგად საქართველოში უამრავი ავტოსკოლა საქმიანობს, რომელთა შორისაც არაჯანსაღი კონკურენცია. როგორც ავტოსფეროს წარმომადგენლები განმარტავენ, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია საგზაო უსაფრთხოებასთან, რომელიც დღეს მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ ისინი ავტოსკოლის რეფორმის გატარებას ითხოვენ. რატომ არის მნიშვნელოვანი ავტოსკოლების ლიცენზირება, რა პრობლემებზე საუბრობენ ავტოექსპერტები და თავად ავტოსკოლები? თემის დეტალებით მარი მელიქიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. Ხემშვიდობის მაია, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ავტოსკოლას პროფესიული სასწავლებელი სახე უნდა ჰქონდეს და მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე შეეძლოს მომსახურების გაწევა. ეს არის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ავტოექსპერტებს და ასევე ბიზნესის ნაწილს აქვს. ორივე მხარე ავტოსკოლების მოწესრიგების მნიშვნელობაზე მიუთითებს და ამბობს, რომ დღეს ეს საქმიანობა საქართველოში არა ლიცენზირებულია, რაც უამრავ პრობლემას აჩენს. მათი თქმით, ქვეყანაში ავტოსკოლის გახსნა დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გარეშე, რის გამოც ქვეყანაში უამრავი თვითმარკი ქვია ავტოსკოლა ფუნქციონირებს. დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ გარკვეული ავტოსკოლები რეგისტრაციას მომსახურების სააგენტოში გადიან, თუმცა ეს არ არის საკმარისი და დარგის მოსაწესრიგებლად რეფორმაა გასატარებელი. მათივე თქმით, ავტომობილის მართვა ერთ-ერთი საშიში პროფესია და ნებისმიერი შეცდომა შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. ამიტომ განსაკუთრებულ სწავლებას საჭიროებს. სწავლების ნაწილში თავად ბიზნეს სექტორი არაჯანსაღ კონკურენციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არარეგისტრირებული სკოლებისთვის კონკურენციის გაწევა დღეს რთულია, რადგან მათ არ აქვთ არანაირი გადასახადი და შესაბამისად მძღოლების კანდიდატებს დაბალ ფასებში ამზადებენ. არის ეგრეთ წოდებული თვითმარქვი ავტოსკოლებიც, რომლებიც, ჩემი რწმენით, ასე რომ თაღლითურად ამზადებენ მძღოლობის კანდიდატს. თაღლითურად მომზადება ნიშნავს იმას, რომ მაგალითად თუ ნახატზე დახედავთ და აქ ხე არის, პასუხი არის ა, თუ იქ ჭახატია, პასუხია გ და ასე შემდეგ, ხო? და ასე მომზადებული ადამიანი გადის გამოცდაზე, ატყუებს თეორიულ საგამოცდო სისტემას, სამწუხაროდ ამ საგამოცდო სისტემას არ აქვს ის დაზღვევის მექანიზმები, რომ აი ასე მოტყუებით ვერ გაძვრე. ჩვენ რეალობაში გვაქვს ესეთი სიტუაციაც, როდესაც ინსტრუქტორებს თავად აქვთ თუ არა მართვის მოწმობა აღებული, ისიც კი საკითხავია, იმდენად რამდენადაც მათზე არ არსებობს არანაირი მოთხოვნა და ამიტომ გვაქვს სერიოზული პრობლემები. ამიტომაც არის, რომ ჩვენი მართვის მოწმობა უკვე აი საბოლოო ჯამში, როცა იღებს ადამიანი, არ არის აღიარებული ევროკავშირის ქვეყნების მიერ. გადასახადი არ აქვს იმხელა, ტრანსპორტი არ აყავს, თვითონ ასწავლიან და სადღაც გარაჟში აქვს გახსნილი და ჩვენ კიდე კომფორტი გვაქვს მოსწავლეებისთვის შექმნილი მაქსიმალურად. ვიღაცა ასწავლის 30 ლარად, ვიღაცა ასწავლის 50-ად, ვიღაცა 100-ად და ეს ყველაფერი უნდა იყოს დაალაგებული და კონტროლირებადი. როცა სახელმწიფოს მხრიდან იქნება ეს კონტროლირებადი, რა თქმა უნდა, ფასების დარეგულირება და რაც არის ბაზარზე სწორი მიმართულება, ესე რომ ვთქვათ, კონკურენცია იქნება სწორად. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ავტოექსპერტები საუბრობენ, მართვის მოწმობის სასაღები გამოცდის ქუჩაში გადატანაა. ისინი ამბობენ, რომ ეს კარგი ნაბიჯი იყო, თუმცა ავტოსკოლების ლიცენზირების გარეშე შედეგი ვერ იქნება ისეთი, რაც უნდა იყოს. თავად ავტოსკოლებში ამბობენ, რომ გამოცდის რეალურ სივრცეში გატანის შემდეგ ჩაჭრილების რიცხვი გაიზარდა და პირველივე გასვლაზე ჩაბარების მაჩვენებელი 60%-ია. მეორე და მესამე გასვლაზე კი მოსწავლეების 80-85% აბარებს. რაც შეეხება მოთხოვნას ავტოსკოლებში მზარდ სტატისტიკაზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ მართვის მოწმობის ამღებთა რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია. 2023 წელს მათი რიცხვი წინა წელთან შედარებით კიდევ 15%-ით გაიზარდა. ავტოსკოლების ინფორმაციით მოთხოვნა გაზრდილია საქართველოში მყოფი უცხოელების მხრიდანაც. მოთხოვნასთან ერთად დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი სწავლის საფასურიც, რასაც ავტოსკოლები გამოცდის რეალურ სივრცეში გატანას უკავშირებენ და აღნიშნავენ, რომ ქალაქში გამოცდის ჩასატარებლად მეტი საწვავი ასევე დაზღვევა სჭირდებათ. ჩაჭრილების რიცხვი გაიზარდა. ჩემთვის მაგალითად პირადად ჩაჭრილების რიცხვის გაზრდა ან შემცირება არ არის მთავარი პრიორიტეტი. ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია თუნდაც ყველამ ჩააბაროს. მართვის მოწმობა მიიღოს, ან თუნდაც ყველა ჩაიჭრას.
მართვის მოწვევა მე იყოს იმან, ვინც იცის საგზაო მოძრაობის წესები. მე არ ვფიქრობ, რომ ერთი, ასე ვთქვათ, სივრცეში მოძრაობით შეიძლება საბოლოოდ დაადგინო მძღოლის უნარები და მძღოლის ჩვევებსაც დააკვირდე, ხო? ანუ ერთჯერადად შეიძლება თავი გაართვა ადამიანმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მძღოლობის კანდიდატი აკმაყოფილებს ყველა იმ უნარ-ჩვევას, მაგალითად იგივე ევროკავშირის მოთხოვნით რაც არის, რაც მნიშვნელოვანია. 2022 წელთან შედარებით 2023 წელს დაახლოებით არის 15%-ით გაზრდილი, ესე ვთქვათ, მოთხოვნა, იქიდან გამომდინარე, რომ უცხოელები ჩემოვიდნენ, B კატეგორიაზე არის მოტოციკლი და სუბუქი ავტომობილის მართვაზე არის უფრო მოთხოვნა. კატეგორიებს რაც შეეხება უფრო მაღალ კატეგორიებს, CD კატეგორიებს, ამაზე შენელდა, იმიტომ რომ ქალაქში გავიდა ეხლა მოგეხსენებათ, გამოსდის ჩაბარება და ცოტა მაინც ეშინიათ ესე რომ თქვა. ავტოექსპერტები ამბობენ, რომ ამჟამად ქვეყანაში დაახლოებით 1000-ზე მეტი ავტოსკოლა ფუნქციონირებს, რომელთა ძალიან მცირე ნაწილია რეგისტრირებული. განათლების დონის ამაღლების და ბაზარზე არსებული არაჯანსაღი კონკურენციის მოწესრიგების მიზნით ისინი ავტოსკოლების რეფორმის გატარებას, რაც შეიძლება მოკლე ვადებში ითხოვენ. ძალიან დიდი მადლობა, მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის ეთერში.